იცით, რამოდენიმე 20-30 წლის წინ თვლიდნენ, რომ დღესდღეობითო ინფექციების ერა გადავარდაო და ახლა მხოლოდ არაინფექციური დაავადებების სიხშირე მოიმატებსო. თლათ მასეც არ აღმოჩნდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ არა მარტო განვითარებად, არა მარტო ღარიბ ქვეყნებში, არამედ მდიდარ განვითარებულ ქვეყნებშიც ინფექციური პათოლოგიის მნიშვნელობა არათუ მცირდება, მატულობს კიდევაც. ინფექციურ აგენტებში მრავალი არის, მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბაქტერიები არის. მათ სამკურნალოდ პირველ რიგში ანტიბიოტიკებს იყენებენ. არავინ დაობს, შესანიშნავი წამალი არის, მაგრამ უამრავი უარყოფითი მოქმედებაც აქვს. კიდევ ერთი, რომ ანტიბიოტიკების მიმართ მიკრობების რეზისტენტობა და მგრძნობელობა სულ უფრო მატულობს და ამატულობს. სიამაყით შემიძლია აღვნიშნო, რომ ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან ქართველი მედიკოსები ბაქტერიოფაგოთერაპიის ავანგარდში არიან. იცით, უცნაური ამბავი არის, რომ ჩვენში ბევრს გონია, რომ ყოველივე საუკეთესო ეს უცხოური არის, ან საუცხოო არის. არც მასეა საქმე. ქართულ მედიცინას მეცნიერებას ბევრი მიღწევა აქვს, რომელიც მსოფლიო დონის არის და მათ შორის არის ბაქტერიოფაგოთერაპია და მათ შორის არის პროფილაქტიკურ სამკურნალო პრეპარატები ბაქტერიოფაგების შემქმნელი.